გაზეთ ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი არა მხოლოდ ჩემი კოლეგაა, არამედ დიდი ხნის მეგობარიცაა. ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს გადაწყვიტეს გაზეთის დაფუძნება მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ და ერთ-ერთი ჟურნალისტი, ვისაც თანამშრომლობა შეთავაზეს, ვიყავი მეც. და დღემდე ცხოვრებაში რითიც ვამაყობ, ერთ-ერთი არის ის, რომ ამ მედიის დაფუძნებაში და ამ გაზეთის პირველი ნომრების გამოშვებაში მეც მიმიზღვის ჩემი მოკრძალებული წვლილი. მას მერე ეს მედია განვითარდა და დღემდე ითვლება საქართველოში მედია სტანდარტის სიმბოლოდ, უკომპრომისობის სიმბოლოდ. გაზეთმა ბათუმელებმა გაუძლო ასლან აბაშიძის რეჟიმს, გაუძლო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, რომელიც სხვათა შორის ძალიან ბინძური მეთოდებით ებრძოდა მას და გაუძლებს აუცილებლად ივანიშვილის რეჟიმსაც, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა და ამ გაზეთის რედაქტორი დაიჭირა, როგორც ხედავთ, რაც არც ერთ სხვა ხელისუფლებას არ გაუკეთებია. დაიჭირა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. მაშინ, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ პოლიციელების მხრიდან მოსახლეობაზე თავდასხმა, წაქცეული ადამიანების ცემა, წამება, ჟურნალისტებზე თავდასხმა კამერების წინ დაუსჯელი რჩება. ანუ ქართული ოცნებისთვის სამართალი მხოლოდ ცალმხრივია და თუ ამ ცალმხრივი გზით ვივლით, უმოკლესი გზა არის ეს ბელორუსიზაციისკენ, რუსეთიზაციისკენ. ჩვენ მაშინ ნამდვილად აღმოჩნდებით ბელორუსია და რუსეთი. ამიტომ დაუშვებელია, რომ მზია ამაღლობელი ჟურნალისტი დარჩეს პატიმრობაში. თავისუფლება მზიას.